ჩების კონფერენციაზე ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე, ასევე განვლილი პროგრესზე, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ, ძალიან კარგი დისკუსია გამოვიდა პანელური, სადაც ჩემმა კოლეგებმა ისაუბრეს თავიანთ კონკრეტულ მიმართულებებზე, მაგრამ ზოგადად ეკონომიკური ბლოკის პანელი იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური. ასევე ძალიან ბევრი ელჩი იყო ჩართული ამ დისკუსიაში. თითქმის ყველა საელჩოსთან ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კავშირი, იმიტომ რომ მათი როლი და ჩართულობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ გქონდეს წარმატებული ეკონომიკური ურთიერთობები, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები ამა თუ იმ ქვეყანასთან. იცით, რომ ჩვენ გვაქვს ლიბერალური სავაჭრო რეჟიმები ძალიან ბევრ ქვეყანასთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გაგრძელდება, უკვე მოლაპარაკებები დასრულდა კორეასთან. ვისაუბრეთ უკვე იმ არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში, თუ რა პროგრესი გვაქვს ამა თუ იმ ქვეყანასთან, კიდევ რა არის გასაკეთებელი. ასევე შევხედეთ კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებსაც, რომლებიც ხორციელდება ამა თუ იმ ქვეყნიდან. იყო ძალიან საინტერესო, ვფიქრობ, ინფორმაციის გაცვლა და ასევე მოსაზრებების გაზიარება და ვფიქრობ, ესეთი ფორმატი საკმაოდ სასარგებლოა იმისთვის, რომ შემდგომ წელს, უკვე 2025 წელს, ჩვენი თანამშრომლობა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს და შედეგის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან საინტერესო შეხვედრა გქონდა, რა თქმა უნდა, მივაწოდეთ ელჩებს ინფორმაცია როგორც შედეგებთან, ასევე გეგმებთან მიმართებაში და მნიშვნელოვანია, რომ ის შედეგებიც ისევე როგორც გეგმების შემდგომი განხორციელება მნიშვნელოვანწილად არის ერთობლივი ძალისხმევის შედეგი, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისევე როგორც ჩვენი წარმომადგენლობები, საელჩოები, ელჩები და ზოგადად ჩვენი კოლეგები საგარეო საქმეთა სამინისტროდან აქტიურად არიან ჩართული და მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით გაგრძელდეს აღნიშნული ჩართულობა, რაზეც დღეს იყო საუბარი და იმ მნიშვნელოვან ინიციატივებზე, რომლის ფარგლებშიც, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი არის, რომ კიდევ უფრო მეტი შედეგი, კიდევ უფრო მეტი წინსვლა გვექნება, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე რეგიონული განვითარების მიმართულებით.